დაბრუნდით პირდაპირ. პარასკევა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ჩემმა სპორტულმა ჟურნალისტმა დათვერაძემ ერთი კრეპი გამომიტანეო, მაგრამ არ არის დათო. აღარ დარჩა. გააბიანეს სამწუხაროდ. შემდეგისთვის გავითვალისწინეთ. შემოგვიაროს ხოლმე არ შეიძლება. არა, ძიმა, ესე იგი ჩემი დაკვირვებით ხალხს ფართო მაყურებელს ძალიან მოსწონს დესერტი. და ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ არა უბრალოდ სტუდია არ გაძლევს და პირდაპირ ეთერი მის საშუალებას რომ დესერტი აკეთო. ესეთი დესერტები ადვილად მოსამზადებელი ხო? ვიტყუები, შენ არ ახარ დესერტების დიდი. არა, არც მოყვარული, მაგრამ ესეთი დესერტები თავისუფლად შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგრამ აი ესეთ ტორტებს რაც შემოვიყვანდით მაინც. არა, დათვალიერებას მინდა უთხრა, უბრალოდ ისეთი გემოქონდა ამ კრეპებს რომ შეუძლებელი იყო დათო ტყუილა იქნებ ხელებს. შეუძლებელი იყო რომ დაგვეტოვებინა შენთვის ერთი ლუკმაც. უგემრი, მე მოგიყვებით როგორი იყო. დაწრილებით ბევრი ერთად. კლავე მოუყვე. არა, მართლა ძალიან გემრიელი იყო და მიხარია რომ მოგეწონათ აუცილებლად გააკეთეთ, არ დაიზაროთ და როგორც კი გააკეთებთ, უცბად მიხვდებით უცბად რომ ისე ადვილად კეთდება, მაგრამ ძალიან ჩქარა იჭმება. მოგეწონათ, ძალიან მომეწონა. ერთი წუთით ბევრი რაღაცა შემდეგ მე არ შეგიშინავ. ბოდიში შენზე გადავტეხ. თუ მომმართავ რა, თუ მკითხავ რამეს გიფას ისე ხმას არ ამოვიდა. ბაი, მოდი შენ დაგასაქმებ ახლა სოკო მინდა რომ ესე დამეჭ. აი როგორც ისე გამიჭირდება. უი ეს ყავისფერი სოკო მოვიტასე და ეს არის პორტობელო, ყველას მინდა გითხრათ რომ იყიდეთ, შეიძინეთ. არ არის ფაში დიდი განსხვავება, პირიქით ძალიან პატარა განსხვავებაა ფაში. ქამა სოკოსა და ამას შორის და ბევრად უფრო გემრიელია ეს და რაც მიხარია ძალიან რომ ყველგან უკვე ჩანს. და უნებელი ხო? უნებელი აბსოლუტურად. არა ეს ფერმული წესით მოყვანილია მაგაზე არ იდარდოთ. ეხლა ვაკეთებთ ქათმის ღვიძლს სოკოსთან ერთად და ისპანახთან ერთად. ისპანახის ნედლი ფოთლები. შეგვიძლია მოვთუშოთ კიდეც, მაგრამ მე გირჩევდითოთ ნედლად მივირთვათ, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა და აღარ უნდა ბევრი თერმული დამუშავება და ვიტამინები იკარგება ამ პროცესში, ამიტომ მივირთვათ ნედლად. ისპანახი ყველაფერი მწვანე არის, ყველაზე ჯამრთელი. ეხლა რაც შეეხება ქათმის ღვიძლს. ქათმის ღვიძლიც ძალიან ჯამრთელია, ბევრი რკინაა მასში, B ვიტამინია ბევრი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ოღონდ ქათმის ღვიძლს რო ყიდულობთ, უნდა დავაკვირდეთ რას ყიდულობს, ფერი არ უნდა კონდეს მოყვითალო მომწვანო, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის კარგი ხარისხის, ან კარგად არ არის შენახული, ამიტომ დავაკვირდეთ ფერს, ფერი უნდა იყოს მოყავისფრო და დაკრავდეს იისფერი და ხო ბორდოსფერი. და მე ხარ ძეში მაქვს ეს ღვიძლი ჩადებული ქათმის ღვიძლი. ვფიქრობ რა არის ეს თეთრი მის გარშემო. ეს არის რძე და რძე იცი რა, ღვიძლს საერთოდ ამ ქათმის ღვიძლს მაინდა-მაინც არ უნდა, მაგრამ მე ვდებ ხოლმე ცოტა ხანი სანამ მომამზადებ, ცოტა თუ რამე უსიამოვნო გემო აქვს ან სუნი ან რაღაც ყველაფერი გადის და რძის გემო ხო არჩევ. არა, რა თქმა უნდა, არა, ეს კარგად გადაიწურება. კრეპში იყო რძის გემო. ქონდა რძე, აი ჩვენ ვერ მივხვდით. საჩვენოა ეგეთი კერძი. თქვენ არ გიყვართ რძე? ჩვენ რძის მიუღებლობა გვაქვს ორივეს. ой, მართლა. რძის პროდუქტი მიყვარს ყველაფერი, მაგრამ რძეზე მაქვს ალერგია. რძეზე და წიწაკაზე. აბა ეხლა რა ეხლა მოდი დავიწყოს სოკოთი. მეგლეს კარაკი. კარაკი აუცილებლად. გაიხაროს ამ მეგლემ რა. ძალიან გაიხაროს გემრიელი. მეგლემ. მაგრამ არასდროს სულად ვექცევით ხოლმე ყვალ ხშირად. სანამ მეგლე გახდებოდა ჩვენი მეგობარი, გახსოვს როგორი ის ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძიება კარაქის, მენიკო მართალი ხარ. იმიტომ რომ ადგილობრივი პროდუქცია სამწუხაროდ კარაქს მე ვერ დავარქმევდი ჩვენ ადგილობრივ კარაქს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ. ეხლა ღვიძლი უნდა ამოვიღოთ ამ გზიდან სანამ მომამზადებთ, რა თქმა უნდა. ხალხზე უნდა რა და დრო გავაშროთ. დაშრობა. როგორც გვინდა, თუ შეგვიძლია გადავწუროთ და თუშფალანგზე გვედოს. დაიწურება ის ქაღალდი იწურება. ამ ქაღალდზე უფრო მალე იწურება, სხვათა შორის ყველანაირი ხორცი იქნება, ეს ქათმის ხორცი, არ აქვს მნიშვნელობა ისი ხორცი, გარეცხვის მე აუცილებლად უნდა გაშრეს ამ წესით სანამ დადებთ აფაზე. აუცილებლად, იმიტომ რომ მე სითხეს გამოყავს ბევრს და არ გვინდა ეს გვინდა დაიბრაწოს და არა დაიშუშოს. იცი რა მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ ჩვენო გვირფასო მაყურებლებო მე არ ვიცი ამ სოკოს რა ქვია ყავისფერ სოკოს ვეძახი პორტობელო ნუ კაი თუ დაგვავიწვა ასე ჩემსავეთ იკითხეთ ყავისფერი სოკო ფასი მართლა ძალიან პატარაა განსხვავება და გემო აქვს მართლა ძალიან გემრიელი იცით აი რაღაცნაირია ისეთი ძალიან ხორციანი ძალიან რაღაცნაირად კარგი ჩასაკვეთში აი კარგი საღეჭი და გემრიელი არ ვიცი სოკოსთან ერთად აი კიდე რაღაცა არის სოკოზე ცოტა მეტი კიდე ძალიან გემრიელი მაგ სოკოს შეხუთვაზე ეწერა ქამა სოკო
და ვიკითხე რომ რატო აწერია ქამასოკო არ არის ქამასოკო და მახსოვრებელო. არა ვიცი რა ვინც მომყიდა მითხრა რომ ალბათო მარკეტინგული გათხოვაო რადგან რომ დააწერანო პორტობელო შეიძლება ხალხმა არ მიიღოსო და ამიტომ წერია ქამასოკო ხო აი რა მართლა ეგ არის მიზეზი დაიკო მოგეხმარებ მოიცა იცი რა კარაქი მინდა ავიღო რა აი მომეწონა დედა რა ამბავი დიმიტრის კი მუშაობს რაღაცას აკეთებს მე შევსაკუთარი რაღაცა გაქცეული შევ გამავხილე სულ მისნა ხოლმე ისე დღეს გისმენს მაგას შორის კარტოფილ ფრის რაც ავაკეთებ ძალიან იშვიათად ოღონდ ძალიან მინდა თქვა სახლის პირობებში ამ მეთოდით ვაშრობ ხოლმე ხო რა კარტოფილს და უფრო გემრიელად იწვება მე პარალელურად ახლა აქ ვამზადებ ქვილს რადგან ეს რასამზადებ ქვილის ამოსაგანგ მასას ვამზადებ ამოსაგანგ ჩვენი ღვიძლისთვის ცოტა პურის თქვილია მუსკატის კაკაოს ჩავახერ ხავ ჯავზი რომელიც ხო ყარავად ეს გემოვნები რა თქმა უნდა ზოგს არ უყვარს მუსკატის გემო იცით მე მახსოვს ერთხელ პაშტეტი გავაკეთე და ძალიან მოგეწონათ როგორც მახსოვს ძვირფასო მაყურებელო აი ეს ჯავზი ხო და საერთოდ ეს ღვიძლის და ესეთი ხორცის ამ ნაწილი ცაკა დავინახე წითელი ცაკა სპეციალურად არ აღნიშნეთ რომ ხელში მეცემოდა ვიღაცა მოკლედ თვილი წითელი პილპილი შავი ცოტა მარილი მუსკატის კაკალი ჯავზის კაკალი ჩახეხილი და ეს მასა ხა გამამზადე იმისთვის რომ ამოგანგლო ეს ღვიძლი ჩვენი ღვიძლი სათითაო აქ ზეთს ხავთ კარაქს ცოტა ზეთი ცოტა კარაქი და მე მგონი ეს თან გახურდა გადავდოთ აი ეს ნაერთი სხვათა შორის ცოტა ზეთი ცოტა კარაქი ჩაუწიება საერთოდ სოკოს ბევრი არ უნდა როგორც მე ვიცი არა სოკოს ბევრი არ უნდა უბრალოდ დავიწყე ეგრო ხო არც სოკოს უნდა ბევრი, არც ღვიძლს უნდა ბევრი. ღვიძლი მაღალ ცეცხლზე უნდა შევწვათ, რომ დაიბრაწოს და შემდეგ სოკოსთან ერთად რომ გადავდოთ, უკვე ძალიან ცოტა ხანი უნდა და არ უნდა გამოშროს და არ უნდა ერიკო ხო არ გადავდო ეს ცეცხლიდან თუ იყოთ კიდე? გადადე, გადადე, აღარ უნდა მაგას. ცოტა ზეთი ბაიკო. გუქენი. უკვე და გადავდე ცოტა რა. ნუ რა ქურა რა. კარგი. ოში ახლა სასწაულად ესეც გადადე ცოტა. ესე მითხრა რა ვიცი. იცი ამ სოკოს ძალიან ცოტა ხანი, აი პრაქტიკულად უკვე მზად არის, ხო სწორია? მართალი ხარ, მაგიტომ გადავდეთ ბაი რომ ძალიან არ დაგვეწოს. და დავაყაროთ ღვიძლი, ოღონდ გაიწია, იმიტომ რომ ეს ფეთქავს ხოლმე და. აჰა. პოეზიაში როგორც რომ გონახე ვიდეო. რა თქმა უნდა და ამიტომ მე მზადდება. არა, იგი მოწია. მე დამზადებულია. მოწია. მე დღეს უკვე არ უნდა ჯერ მორება აცალება იყო დაიბრაწოს ყველა მხრიდან კარგად. როცა რამოდენიმე პირი ტანსაცმელი გავიდა სახლიდან დიახ შეეწირა პარასკევ დღეს იმის მერე მოვემზადეო. მე დავიწყე მე გავხსენი. სეზონი მაგის გახსოვს ალბათ. მოდი ცოტა ხახვი წყوار დავაყაროთ. ნუ ხდებოდა. ცოტა ხახვი მინდა. და ისე გაუჩინოთ ცეცხლი. ეხლავე საიკო გაუჩინეთ ეს თუ შემოიწვა. მიდი. ეხლა სოკოს რომ ნიორი უხდება, ესეც ვიცით. ხშირად ვაკეთებ ძალიან ნივრით, კონდრით. ნივრით მე არასოდეს არ ვაკეთებ. ასე გავაკეთებ. ძალიან უხდება. მე ეხლა უბრალოდ არ მინდოდა ამ რეცეპტისთვის იგივე ინგრედიენტები გამოგვეყენები არა. საიკო აი მოდი. ალბათ შეფი შეესხა ამას და ეს იმდენად ის არის. გზნობი არის. ზემოთ დაანთეთ. ზედავნა ვხოთ აბა. რამდენი ვარ? კაცო, ჩვენი გასკურა. არ გვიღავა. არა, სახლში ზუსტად ესეთი მაქვს სახლში. ხო. არის აი ძალიან უსაფრთხოების ყველა რეჟიმით აღჭურვილი. ხო, იმიტომ რომ როგორც კი ამას თავის სანთებელას გვერდზეა ესეთი პატარა ისა წერტილივით, როგორც კი რაღაცა ეცემა, ის ბლოკავს გაზს და ამიტომ არანაირი საშიში არ არის, თუ რაღაცა გადმოვიდა თქვენ ოთახში არა ხართ და უქრება ავტომატურად. თუ კი საიდან იგივე თანხმები თუ წყალი გადმოვიდა, ცეცხლთან ერთად გაზიც ითიშება ავტომატურად, ასე რომ საშიში არ არის. ბოშია საუბარი. კიდევ ერთხელ ღვიძლი უნდა მოიბრაწოს, მაგრამ შიგნით ისე ვარდისფერი უნდა დარჩეს ამ სოკოსში რომ გადავიტანთ. ეს ჩართული. ჩართული არა, ანცია ამერიკულ. ანცია.
ამთია. წარმოთქვი. ბოშიანთია. თუმცა მეგრელია, იცი, ეს გასხურ არის მეგრელი. აბა? ბოშიანთია. ბოშიანთია. არა ვარ დღეს მარტო. არა ვარ დღეს მარტო. ლახასო. მოდი ამასობაში ჩვენი ისპანახის ფოთლებიც მოვწეროთ და ისპანახი ერთად არის უბრალოდ სასწაული კომბინაცია. რამდენჯერაც ვცადე ვიყავი, აი სუპერ გმოყო. და კიდე რა უხდება, იცი? მეგლეს ნაღები. კი ძალიან უხდება. ასევე უხვად გვაქვს მეგლეს ნაღები. მეგლის ნაღებს მე მესამე კერდისთვის გამოვიყენებ, აი შენ რო ძალიან გიყვარს ათში. აბა. მეც მიყვარს. ვიზღორტაო. ზღვის ღორტაო, კი, კრევეტებს რო ვეძახით. ხო, მაგრამ ნაღებით არასოდეს არ გამიშვა. არა, არასოდეს არ გამიშვა. ძალიან გემრიელია და ძალიან მარტივი რასთავარი. არ გადავდო ჯერ ესა? ჯერ იყოს ვაიკო. შეგვიძლია ცოტა მოუმატოთ ცეცხლი. ბოლომდეა. ბოლომდეა? კი. ეს უფრო დიდი ცეცხლია, შეგიძლია გადა მოდი მასეთი. არა? კი. და ის ჩააქრეთ. იქით ჩააქრეთ. ეს ჩავახ. და გჭირდება ოხრახუში. ოხრახუში, რომელსაც მე ხა დავჭრე. ოხრახუში? აქაც შეზღუდული არ ახართ. თუ გინდა. მერიკო, თუ რამე საქმე გაქვს, მოგეხმარები და გიტყვით. თუ გინდა დამიჭერი კონსული ეს ოხრახუში. ეს ჩემი თმა ცოტა ხანი წავა უკან. ამას მივატრიალებ შინატრიანი. ამას დახურვა არ უნდა, ხო მერიკო თავზე? არა, დახურვა არ უნდა, ეხა უკვე დრო არის რომ ეს გადავდოთ. სოკოსთან ერთად. და აი, მომეცეთ? რა არის აი საურთიერთოთაც კი კარგი, საურთიერთობოდაც კი კარგი არის. აი რაღაც სპილად არ კონტაქტიშანდეს. მერიკო. კარგად ავურიოთ. ბატონო. არა, იგი ჩუმად არის შენას სიყვარულები. ამან ცოტა ხანი იშუშოს ახლა და ჩვენ შეგვიძლია მესამე კერძი დავიწყოთ. მოკლედ დიდ სუფრას ვშლით. ისე ტაფა, ცოტა პატარა ტაფა ხო არ ავიღო. შე როგორც მეტყვი. ჩავაოხრახუშო თუ არა ჯერ? ჯერ არა. ой, სულ მინდა რომ ვეფერო, ისინი რაღაცნაირი ლამაზია. რაღაცა წეა ხო? კი. და აქაც ვიყენებთ ამ ფლამბირების ტექნიკას. გვაქვს ბურბონი თუ დარჩა, ბიჭებო დატოვეთ. დატოვეთ. მე არ მიყარები ვარ, იმიტომ რომ დღეს თეთრი ღვინო არ ყოფილა. ხო, შენ არ გიყვარს, შენ ჩემსავით ხარაჩი. თეთრი ღვინო. მერიკო, მოდი ვთქვათ, ამის მაგივრად რა შეიძლება? შეგვიძლია ბრენდი გამოვიყენოთ, ანუ კონიაკი, შეგვიძლია გამოვიყენოთ კიდე რა არის, ბურბონი, ვისკი, არახს, ნუ გავეკარებ. არაყი ჭაჭა არა. ღვინო არა. და სხვათა შორის, აი ცდარო ჩაატერ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ნუ კაი, რა ეს არის უბრალოდ შოუ, არ არის უბრალოდ შოუ. ცდარო ჩაატარეს და დეგუსტატორები დააყენეს ბრმა დეგუსტაცია, ესე ვთქვათ, და გაასინჯეს ერთი და იგივე კერძი, მომზადებული ფლამბირებული წესით და არა ფლამბირებული წესით. ცეცხლმოკიდებული და არა ცეცხლმოკიდებული, ყველამ აღნიშნა, ნუ ყველაში გულისხმობ დეგუსტატორს, რომელსაც განვითარებული აქვს რეცეპტორი და მისი რეცეპტორები ბევრად დახვეწილი და ის ბრძნობიარია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის. უჭირ ჩემს რეცეპტორს. შეიძლება და მართალი ხარ. ეს ნიჭია. ბევრს ნასწავლი აქვს, ბევრს აქვს ნასწავლი და ბევრი დაბადებულია ამ ნიჭით. ეს მერიკო. აღნიშნეს, რომ ფლამბირებული ბევრად უფრო მდიდარია თავისი არომატებით და გემოთი. და მეც ეთანხმობ. მაგრამ ეს ჩვეულებრივი არადეგუსტაციური ცხვირის მქონე ადამიანი და გემოს თუ ვერ გზნობს რა? ნუ ახლა იმისთვის მაშინ რა ვიცი. სულ ერთია თუ ვერაფერს ვერ გზნობ, ჭამრიღაც მოხდება და მაგრამ მინდა მოდი დავასხათ, მოდი. მაგრამ ერთ რაღაცასაც ვიტყვი. საკმაოდ დეგუსტირებადი რეცეპტორი თუ რა ქვია. რეაქცია. გამოვიდნენ რა. აი ეს თავისით ჩაქრება. აია, ნელა, აია, ჩემზე არ მოგეგია. ცოტა ესე ვატრიალოთ. ანუ ჩვენს მაყურებელს მერიკო ვასწავლოთ ხო, რა უნდა გადავაყირაოთ ეს. უნდა გადავაყირაოთ. და ცეცხლს შევახოთ ეს მასა. თვითონ ალი, რომელიც შეგვიძლია უბრალოდ ასანთით ან რაღაც, აი კიდე არის ალი ხედავ. კი არის. და ეს თავისით ჩაქრება. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თუ რამე და უცებ მოხდა,
დავახუროთ. ხო, მაინც იქვე ბავშვები ნუ იქნებიან ახლა-მახლა, თუ ლამბირებას გადაწყვეტ. თმებს ნუ გაიშლით, მაინც ამენ ჩემსავით. თუ ბოშის ხურა გაქვთ არ ნერვიულო, თუ გადმოვა ჩაქრება ეგრევე და გადიც არ გამოვა. აი, აი ხელი. ცოტა უხილავი ცეცხლია. ხილავი ცეცხლი არ ვიცი, ჩას თუ არა კადრში. ალია. მოცემად მზე მოკიდა ხელი დამეწონა. ვოკალური მაქო მე თქვა და არც ვიცოდი თუ ეგეთი რამე არსებობდა. აი მაინც ნუ იზავე ხა. მეც ეგრე მაგ ბაიას თორე სამშაბათს გახო სამეცინოზე. რასაკეთე ბაჭო? ისე ნაზად გადაატარა ხელი მეგონა რომ აი კიდე აუძე იაჩიკო რა არის ვერ გავიგე გეჭიროს ხელი. არა დიმა იყოს არა საჭირო მე ისეთებს უძლებ როცა ვჭამ. ემგონი ეხა უკვე დრო არის. ეს უკვე მომზადდეს. მზად იქნება შიგნით, დრო არის მარილი. მარილი გვინდა. პილპილი, ეს წარე არ არის აჩი. შენი ხათრით არ უშვები წარე соуს. წარე соуს უზავდი. მილიონერი ატვატო. არა, ეს არომატისთვის არის, ეს არ არის წარისთვის. ოხრახუში. ძალიან მაგასია. და იცი რა, ამ სახით მომზადებულია ეს კერძი. შეგვიძლია მივირთვათ ნებისმიერ, შეგვიძლია შემწვარ კარტოფილთან მივირთვათ. ყურზე დავდოთ და მივირთვათ. სალათის ფოთლებზე დავაწყოთ. ახლა მე ისპანახი მაქვს და ისპანახის გარნირთან მგონია რომ უფრო ჯანმრთელი და სასარგებლო იქნება ჩვენთვის. არის გამოგონება. ჩემი მოგონება რა გითხრა ახლა? ესეთი კერძი არ არსებობს რო გითხრა. ხო და მაგას ვიძახი. მაგრამ ჩემი მოგონება რატო? ისე მივაყოლებდი რა. ხო, ისაც შეიძლება. უჩქაც დაიჭერდით სამხელში და მეორე ხელში ეს ბუჩქადა. თუ გინდა კინძი უქენით, თუ გინდა კონდარი, მე მაგალითად კინძი უფრო მეგემრიელება ესეთ კერძს. გულზადები თქვია. რატო დიმა? ის შეპირდი ხალხი. მე არ ვიცი შენ ვის შეპირდი მაგრამ აი რა. კოლექტივი ითხოვს და აი უკვე ხედავთ ხო? ალბათ მაყურებელიც ხედავს რომ соуსის კონსისტენცია მიიღო იმ ალკოჰოლმაც, იმ კარაქმაც. ხო. ეს უკვე აი соуსივით სქელი მასა მივიღეთ ქვემოთ. კიდევ ერთხელ ნიორი შეგვიძლია, რა ვიცი, ფანტაზია. მოვიმარჯვოთ და დიმა დაგასიფუძვლებ მომეწონა იცით რა არის მე ახის ფოთლებს მე ესე ეხლა რაღაცას ვიტყვი რა მე მერიკოსი ყველაზე მეტად რა ვისწავლე რა შევითვისე და რა მომწონს და რა მხიბლავს ის რომ შემოქმედებიდან და თავისუფლად უდგება საერთოდ ვერას თავისუფლად უდგება შემოქმედებიდან და აი როგორც ხასიათზე არის აი როგორც სიტუაცია რაც ხელს მოყვება აი იქ უნდა გახსნა შენი ფანტაზია და არ უნდა აკეთო რომ აი ხა საჭმელია ბაიკო შეიძლება რაღაც დაამატო ხშირად გქონია ჩემ მეგობრების გამსმენია თუნდაც რაღაცა რომ აი შეიძლება ყველა ინგრედიენტი უცბად ვერ მოიმარაგო რაღაცა დაგავიწყდეს რაღაცა არ გქონდეს სახში მერიკოსთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ნებისმიერი ინგრედიენტი შეუძლია კერძის მომზადება და ეს არის ძალიან დიდი ნიჭი ხშირად მეც მქონია ესეთი შემთხვევა რომ მქონია რომ სახში საჭმელი არაფერი მაქვს მაგრამ კარგად თუ შევიხედავთ მათ სივარში ყოველთვის რაღაცა არის და ყოველთვის რაღაცა შეიძლება იქიდან გამოიყვანო კი გეთანხმები და ეს სხვათა შორის რაღაცა დოზით გქონდა მაგრამ რაღაცა შიშით და სიფრთხილით უყურებდი ამ ყველაფერს და მერიკომ რაღაცაერად კრა ხელი და მითხრა მიდი გააკეთეო და ფანტაზიას მას ერთჩაგად მომოწოდა შენ გაყევიო შენთვის ვიწმინდა შენ თაფშის გენდომება არ ვიცი ეგ რა ჩიკოს მოდი კრევეტები და მესამე მოსამზადებელი ეს ვისთვის გინდა ძიმა რამდენი წუთიაო 5 წუთი საკმარისია ეს დავადოთ და დავადოთ ამას ხო მოიცი იყოს არ დაადო პირიქით ცეფსე და პირიქით და იქით აი ცოტით უნდა გადავუღოთ ფოტო აუცილებლად ერთი ცალი დააგდება არა ვიცი აჩიკო გადავუღებ ხო კი მაიკო ფოტოსთვის იყო აი ეგ არის ძალიან მაგარი ბარაკიანად უნდა იდო ბარაკიანად ой რა დამავიწყდა მიმოსწოენი მოიწე მოასკი აჰა თვითონ соуსშივე უნდა მექნა მაგრამ ეხა მოვა არა ხო უფრო გლიმური გვასთან ესე გამოვხდნა რა არაფერი არ არის დიმა ფოტო უნდა გადავა არ ამბობ არ მინდა არ მინდაო და მე ნახავ აქ მერიკო კრევეტებსაც უკეთებ შე რაიმე იმას წინასწარ
კრევეტები შეგვიძლია დავამარინადოთ წინასწარ, ამ შემთხვევაში არაფერს არ ვუკეთებ, მაგრამ კარგი აზრია, რომ კრევეტები სანამ მოვამზადებთ, მარინადში გქონდეს ცოტა ხანი, მარილი, სოიას соуსი შეგიძლია, ზეითუნის ზეთი შეგიძლია, ლიმონის წვენი, ოღონდ დიდი ხანი არა, იმიტომ რომ უკვე ლიმონის წვენი მოამზადებს თერმულად და ამუშავებს. ცოტა ხანი თავად არ არის იმხელა ხორცის მასა, რომ დიდი ხანი მჭირდებოდეს, 15-20 წუთი 1 საათიც ეყოფა. ასე რომ ეს არ არის დამარინადებული, არაფერი ამას ახლა არ აქვს. კიდევ ერთხელ მარტივი ჭეშმარიტება გავიმეორებთ, რომ კრევეტების მომზადებას უნდა ცოტა დრო. ძალიან ცოტა დრო უნდა და ეს არის აუცილებელი პირობაც კი, იმიტომ რომ თუ დიდხანს დავაგვიანებთ გადმობრუნებას ან ტაფიდან აღებას, აუცილებლად ამან გადამრია. გახდება ესეთი გამომშრალი, გაუბედურებული. ამიტომ ეს აუცილებელია, რომ კრევეტი ცოტა ხანი დავტოვოთ ტაფაზე. შევარდის ხდება თუ არა, უნდა გადმოვიღოთ. შეითარკლება თუ არა. ეხლა ამასაც ფლომბირებას უპირებ, მე თელის 2 ბლოკი დღეს ფლომბირებაში ვარ. დავასწავთ ისე. სახანძრო უნდა მოგვეყვანა რა იცი რა ხდება. თუმცა მაშინ რო იყოს კაცი მიგაიქცა კიდე. აი ეს იყო ეს აი მოგეწონა პირველი ზეთი იყო. ეს რატო იცი? მოუმატა. ეს რატო იცი გვანთ? ცოტა იყო ტაფაზე. ცოტა თუ ბევრია საკვები ტაფაზე, ხო? ნაცნობებოდა ხო? საერთოდ რო არ იყოს? საერთოდ რო არ იყოს? ძალიან დიდი. გადმოვიღოთ ეხლა ეს კრევეტები. გადმოვიღოთ ცალკე ჯამში კრევეტები. არ გქამის დრო. ნელა. ესე. ეს соуსი ეს დამწვავი რაც არის დავტოვოთ. მე ლიმონის წვენი ნამდვილად აკლია. აკლია ხო? დაასხი, მოგცემ ლიმონს. სად არის მეორე როგორ ნაწილი? არის? აი რამდენი ლიმონია. ლიმონის მეტი რა არის? პომიდორი. ეს ამდენ რაღაც შესაკეთე. ჯერ ჩვენი სასაკეთე. ახლა რეკლამაზე აღარ შეიძლება, მაგრამ აი. რაღაცა უნდა და იმედი მაქვს. პომიდორი, წვრილ დაჭრილი პომიდორი. უკანო ცოტა ჩაიშუშოს. კანის იცი ეს კან გაცლილია, მაგრამ მე არ გავაცლიდი კანს. ბატო, კანი ხო მე რაღაცა ხო, რაღაცა იქრება. ხო? კი, ამან ჰონადის. ცოტა მოიშუშოს. გჭირდება ნაღები. სად არის ჩვენი მეგლეს ნაღები? ლიმონი აი სახეს უხდება ძალიან. გავიწუწეთ. არა, კარგი უხდება კანს, კარგი თმასაც. მე აღარ ხნავ. აი, აქ არ დამავიწყდება ლიმონი, ამასაც ლიმონი უნდა. ასე ნაღები რამდენი ჩასხი ვერ გეწევით მე რეკო დღეს არის ტრიბიწელი ბოდიში ამ სრული სიტყვის ლიმონი და კვერცხი საოცარი პროდუქტია როგორც ვთქვი. კი, ლიმონი და კვერცხი ნამდვილად საოცარი პროდუქტია. აჯირხვნეს ეს ლიმონი რა. აი რა აკლდა. ლიმონი აკლდა, ხო? ნუ ახლა არის ახლა. ეხა ეს соуსი ცოტა ხანი უნდა მოიშუშოს, ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი, ბევრი დრო არ ჭირდება. მარილი უნდა, რა თქმა უნდა, პილპილი უნდა. შავი? თემი არა. შავი. ზედა გავმარტავდით, მე იცი თან გავს მოვიტავ. ცოტა შესქალდება თუ არა, соуსი ვაყრით კრევეტებს, რომელიც უკვე მომზადებული გვაქვს, თუმცა კრევეტები ცოტა გვაქვს და соуსი ბევრი. დღეს. ესე. გასაგები მიზეზების გამო. და ერთადერთი ამას რომ მოიშუშება ძალიან ცოტა ხანი უნდა, სულ 3-4 წუთი. ერთადერთი მე რასაც დღეს დავაყრი, ეს იქნება დაჭრილი მწვანე ხახვი. მოიცა? ათში გვაქვს რეკლამაზე. მიდი. კი ბატონო. ნიამ არაფერი ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდები და იმედი მაქვს რომ ახლა რასაც ხედავდით და აღარ დარჩი და აღარ. აი, ერადეს ესე არაფერი არ შეხვდება.